სასულიერო აკადემიამ იმედები გაგიცრუათ? ძალიან გულგატეხილი ვიყავი პირველივე წელიწადს. რატო? პირველივე დღიდან. სულ მეგონა რომ იქ ძალიან სუფთა, ძალიან წრფელი, ძალიან ნამდვილი, მოკლედ წმინდანი უნდა ყოფილიყავი რა. ანგელოზი უნდა ყოფილიყავი, ფრთებ დაშვებული და აი ფრთებს შეგასხამდა, გასაფრენად მოგამზადებდა აკადემია. და როდესაც ჩვენი კურატორი შემოვიდა, ძალიან უხერხული სიტუაცია შეიქმნა და ჩემს თავთან თქვი, ღმერთო ჩემო, სად მოვხვდი, მოკლედ კითხვა დასვა. ვინმეს წიგნი გააქვთ წაკითხული? ასე დაიწყო პირველი. რომელ წიგნს გულისხმობდა? ზოგადად. ზოგადად. წიგნი თუ გაქვთ ვინმეს წაკითხული. ზოგმა თხადაგიგოც კითხვა. მე იმედი იმდენად გამიცროვდა, რომ აღარც ვიარე ლექციებზე. ძალიან მძიმე იყო ეს ჩემთვის. პირველი დარტყმა მაშინ მივიღე სასულიერო სფეროში. ეს იყო ძალიან დიდი კრიზისის პერიოდი, სულიერი კრიზისის ჩემს ცხოვრებაში. რწმენა დაგიკარგავთ? რწმენა არა. რწმენის დაკარგვა არ ხდება ნიკოლოს, რწმენა ან გაქვს, ან არ გაქვს. ეს შენი შინაგანი მდგომარეობაა. შემთხვევები, როდესაც კარგავენ რწმენას. არა, რწმენას არა, უფრო უარს ამბობ ეკლესიაზე. თქვენ ქონიათ ესეთი მომენტი, რომ ფიქრიათ უარის თქმა ეკლესიას? კი. თუმცა კონკრეტული სასულიერო პირები დღეს ცდილობენ მეტი განათლება, მეტი ცოდნა, მეტი ინტელექტი მიიღონ, მაგრამ 1 და 2 არ არის საკმარისი. უმრავლესობა მაინც ერთ ადგილას არის გაყინული და ეს უმრავლესობა არის მოთხოვნადი დღევანდელი საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ვერც დღევანდელი საზოგადოება ბოლომდე ვერ არის გაზრდილი და ვთქვათ, აი იმ ძველმოდური სისტემის და მიდგომების მოთხოვნა დღეს უფრო მოდაშია, ვიდრე ეს პროგრესული და განსხვავებული აზრი.